ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია რეგიონულ კონფერენციებს აგრძელებს. მიზანი ახალგაზრდებთან მეტი კომუნიკაცია და ქვეყნის განვითარების პროცესში მათი აქტიური ჩართულობა. რიგით მეოთხე შეხვედრა ბორჯომში დისკუსიის ფორმატში სტუდენტებთან გაიმართა. მმართველი გუნდის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა ახალგაზრდების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს და მათ საკუთარი მოსაზრებები და ხედვები გაუზიარეს. შეხვედრას დაესწრნენ ქართული ოცნების დეპუტატებიც. ახალგაზრდული ორგანიზაცია რეგიონულ კონფერენციებს ქვეყნის 10-ვე რეგიონში გამართავს, დასკვნით ღონისძიებას კი თბილისი უმასპინძლებს. განათლების რეფორმა, საკანონმდებლო ცვლილებები და სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება. ეს იმ საკითხების ნაწილია, რომელიც ბორჯომში გამართულ ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის შეხვედრაზე განიხილეს. ორგანიზაციის ხელმძღვანელი ვარლამ ლიპარტელიანი და ბორდის წევრები დღეს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს შეხვდნენ. ორგანიზატორების თქმით, მსგავსი ფორმატის შეხვედრების მთავარი მიზანი ახალგაზრდებისთვის ისეთი სივრცის შექმნაა, სადაც მათ შესაძლებლობა ექნებათ ისაუბრონ მათთვის საინტერესო აქტუალურ თემებზე და მიიღონ პასუხები არსებულ კითხვებზე. ჩვენი დღევანდელი შეხვედრა ემსახურება ჩვენს მთავარ მისწრაფებას, რომ შევქმნათ სივრცე, სადაც თითოეულ ახალგაზრდას ექნება შესაძლებლობა განვითარდეს, ჩაერთოს საკუთარი რეგიონის განვითარების პროცესში და რაც მთავარია, დასვას სხვადასხვა კრიტიკული შეკითხვები. ხედავთ, რომ თითოეული შეხვედრის მიმართ იზრდება ახალგაზრდების დაინტერესება. ეს არის ჩვენთვის დიდი мотиваცია, რომ თითოეული შეხვედრა იყოს უფრო მეტად ინტენსიური და უფრო მეტად აქტიური. აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდებს განსაკუთრებით აინტერესებთ ადგილობრივი საჭიროებები, განსაკუთრებით ახალგაზრდული სივრცეები, განათლების მიმართულება, სპორტული ინფრასტრუქტურა. შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. ახალგაზრდებმა კითხვები დასვეს ბოლო პერიოდში მიღებულ კანონებთან დაკავშირებით. საუბარი შეეხო გამჭვირვალობის უცხოური გრანტებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონებს. სხვა საკითხებთან ერთად შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა რეგიონში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების საჭიროებაზეც. შეკითხვა ეხება ბოლო პერიოდში მიღებულ კანონებს, მათ შორის გამჭვირვალობის შესახებ კანონს, გრანტების შესახებ კანონს და მანიფესტაციების შესახებ კანონს, რომელიც იწვევს აქციებზე მდგომი ახალგაზრდების და ადამიანების დაჯერებას. ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს კანონები ძალიან მკაცრია? კანონი არ იქნება იმისათვის, რომ რეპრესიული იყოს, ან ვინმეს რაღაც პასუხი მოთხოვოს. პირველ რიგში, რაც არის კანონის მთავარი მიზანი, ეს არის, რომ პრევენცია მოახდინოს და რისი პრევენცია? გარკვეული დარღვევის, გარედან თანხების შემოდინების გაკონტროლებას ეფუძნება და მიზნად ისახავს თუნდაც ფარა, ანუ ამერიკული კანონის სიტყვასიტყვით ნათქვამით და გულზე ხელმისაწვდომით შემიძლია გითხრათ, რომ სიტყვასიტყვით ქართულად ნათარგმნია, ერთი ასო არ არის შესრულებული, ის გამჭვირვალობის კანონი, რომელსაც რუსული დაარქვეს. იმიტომ დაარქვეს, რომ ეს უბრალოდ აპრობირებული მეთოდია, რაც არ მოგწონს და რაც რეალობას ასახავს, უნდა დაარქვა ისეთი სახელი, რომელიც ხალხში გამოიწვევს ნეგატივს. გრანტის ნაწილში. შენ თუ გრანტს იხდი შეკრება მანიფესტაციების ჯარიმების გადასახდელად, ანუ შენ ახალისებ ძალადობას, შენ ახალისებ კანონის დარღვევას, ამაში თანხას გიხდი ან უცხოელები და ჩვენ ვეუბნებით კანონით ერთ მარტივ რამეს. თუ კარგი რამისთვის მოგაქვს თანხა, ხომ ძალიან კარგია. ანუ უნდა მომეხმაროს რაღაც კონკრეტული პრობლემის გადასაჭრელად. მადლობას გადაგიხდი, თანხობას მოგცემს საქართველოს მთავრობა, რომ კი ბატონო ეს თანხა შემოიტანე და პირიქით ამას გავაპიარებ. ჩემი შეკითხვა შემდეგში მდგომარეობს. ჩვენს რეგიონში ძალიან ბევრი ახალგაზრდა არის დაინტერესებული სპორტის სხვადასხვა სახეობებით, მაგრამ არსებული ინფრასტრუქტურა ხელს არ უწყობს მათ ამ ინტერესის განხორციელებაში. აქედან გამომდინარე, გვაქვს სურვილი, რომ ეს პრობლემა გადაეცეს კერძოდ მინისტრთა კაბინეტს, რათა მარტივად მოგვარდეს და დაჩქარდეს. როგორც ვიცით, ახალციხეში და ზოგადად ჩვენ მთავრობას დაანონსებულია, რომ აბსოლუტურად ყველა რეგიონში უნდა აშენდეს მულტიფუნქციური ცენტრები. რიგ შემთხვევებში დაწყებულია უკვე მშენებლობა და დასრულების ეტაპზე არის. ახალციხეში, როგორც ვიცი, არის როგორც ვიცი, არა ნამყოფი ვარ, მულტიფუნქციური ცენტრი არის, საკმაოდ კარგი, საცურაო აუზით, სატრენაჟერო დარბაზით. ასევე კალათბურთის სტადიონის მშენებლობა სრულდება, ასევე საფეხბურთო სტადიონის და გარშემო სარბენი ბილიკით იქნება მოწყობილი სტადიონი და როგორც მაქვს ინფორმაცია, წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს ეს ყველაფერი, მაგრამ ისიც ვიცით, რომ მოთხოვნა ძალიან ბევრია.
მონაწილეებმა დღევანდელი შეხვედრა დადებითად შეაფასეს, რადგან მათი თქმით საშუალება მიეცათ დაესვათ კრიტიკული შეკითხვები, რაზეც ამომწურავი პასუხები მიიღეს. მონაწილეების შეფასებით ბოლო პერიოდში საზოგადოებაში გაზრდილი პოლარიზაციის ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდებს შორის კომუნიკაცია და დიალოგი. მათი თქმით მსგავსი შეხვედრების მიზანი სწორედ მეტი საუბარი, აზრების გაცვლა და ჯანსაღი პოლემიკაა. საუბარ დიალოგს, დისკუსიას ალტერნატივა არ აქვს, განსაკუთრებით რა თქმა უნდა ახალგაზრდებთან და ძალიან კარგია, როცა ასეთი მზარდი და დიდია ჩართულობის სურვილი ახალგაზრდებისგან. სხვადასხვა კუთხით გაიმართა მსჯელობა, გაისვა ძალიან ბევრი კითხვა პოლიტიკურ მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის განათლების რეფორმის მიმართულებით, სამართლებრივ საკითხებთან. ბოლო პერიოდში გვახსოვს, რომ ძალიან პოლარიზებული გახდა საზოგადოება ახალგაზრდები განსაკუთრებით, ამ ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე ნაკლები საუბარი ქონდათ ერთმანეთში და ჩვენი მიზანი ზუსტად ის არის, რომ რაც შეიძლება მეტი კომუნიკაცია, მეტი აზრების გაცვლა ერთმანეთში, მეტი კამათი, თუნდაც მწვავე იყოს, თუნდაც არ გვეთანხმებოდნენ რაიმე პოზიციაში, ძალიან საინტერესოა მათი მოსმენა. უმნიშვნელოვანესია ახალგაზრდების და მომავალი ხალხის ჩართულობა ქვეყნის ყოველდღიურ ცხოვრებაში და კიდევ ერთი რამის გამოვა აქ, რომ ჩვენმა წინაპარმა და ჩვენმა წარსულმა ძალიან მნიშვნელოვანი ფორმულა დაგვიტოვა, რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია. ჩემი კითხვა შეეხებოდა ახალ კანონ პროექტებს, რომელიც გატარდა ქვეყანაში და საკმაოდ ამომწურავი პასუხიც მივიღეთ ბატონი არჩილის კანონისთან დაკავშირებით. აუცილებელი არის უშუალოდ მსგავსი შეხვედრები ხშირად გაიმართოს და მთავრობას ჰქონდეს შესაძლებლობა გაისაუბროს ახალგაზრდებს. რეგიონულ კონფერენციებს ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები ქვეყნის მასშტაბით 10-ვე რეგიონში გამართავენ. დასკვნით ღონისძიებას კი თბილისი უმასპინძლებს. ორგანიზატორების განმარტებით ამ შეხვედრების მიზანია ახალგაზრდების საჭიროებები და ხედვები გადაწყვეტილებების მიღების პროცესში აისახოს.